მამა ღმერთს ნახა მან რომ კარგი იყო და დაისვენა. იმ პერიოდიდან მოყოლებული მან შეიყვარა 20 თეთრიანი მონეტებიდან დაწყებული 200 ლარიანით დამთავრებული კუპიურების დახვეული დასტები, როგორც მწერალს უყვარს თავისი ის სულის ნაწილი, რომელიც ფურცელზე გადმოსცა. ზოგს ეზიზღება უფალო და პატარა ბედნიერებებით მოხარული ადამიანები. უკანასკნელით კი არ ესმით, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს მეორე ნებისმიერი სცულდეს და მისთვის კარგი არ უნდოდეს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან სწორედ ეს ბრძოლა და აზრთა სხვადასხვაობა ქმნიდა ცხოვრებას. სინამდვილეში ყველა ადამიანი ერთნაირია, განურჩევლად იმისა მკვლელი იქნება თუ წმინდანი. ადრე თუ გვიან ყველა სხეული გაიხსნება, მიწად იქცევა და ამ მიწაზე ამოსულ რაიმე სურნელოვან ყვავილს ახალი თაობის ადამიანი მოწყვეტს და დათკბება მისით. ადამიანია ყველა, ვინც ამ ნაწერს ან ნაბეჭდ კიცხულობს. გვაქვს სხეული, რომლითაც ზემოქმედებთ ჩვენ გარშემო მყოფებზე და გარემოზე. რა ძალიანაც არ უნდა მინდოდეს, რომ ჯეროდეს სულის არსებობის დარწმუნებული, მაინც ვერ ვიქნები, რომ ეს ასეა. ერთ საღამოს და შემდეგ ღამე ჩვეულებრივ ლუდი დავლია. მეორე დღისით სამუშაოდ უნდა წავსულიყავი და გვიან ღამით დაძინებისას ნერვიულობდი, რომ არ ჩამძინებოდა ძალიან ღრმად და სიტყვა გამეტეხა. სადღაც 5 თუ 6 მაღვიძარა დავაყენე ტელეფონზე. ბატარია შეიძლება არ გაეწრო დილამდე, ხმას ბოლომდე აუწია, ტელეფონი გადავდე და სიგარეტს მოუკიდე. ვეწეოდი და ვფიქრობდი, ბოლოს თქვი, რომ არ უნდა მქონოდა ტელეფონის იმედი, ბოლო სად იყო ადრე ან ტელეფონი ან მაღვიძარა. გონებაში ძლიერად გავიმეორე, ხვალ იმაზე ადრე გავიღვიძებ, ვიდრე დაგეგმილი მაქვს, დავწექი. ერთ მდგომარეობაში გაჩერებულმა სხეულმა სიცივე იგრძნო და ზედატანზე შავი ნაჭრის მოსასხამი დავიფარე. ვერც მივხვდი როდის და როგორ ჩამეძინა. საერთოდ ძლიერ მაინტერესებდა ხოლმე რა ახსოვს ბოლოს ადამიანს, როცა სიფხიზლიდან ძილში გადადის. ჩემს შემთხვევაში ვერანაირად გავიგე. არ ვიცი ზუსტად მოუხერხებლობის, კისრის ტკივილის, ცოტა სიცივის, ლუდის, ჩემი გონების თუ ამ ყველაფრის ერთობლივი დამსახურებით ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გონებაში ვთქვი. სიგარეტს მოუკიდე და წამოვჭექი. ვიცოდი, რომ მუშაობის დროს ძლიერ მომინდებოდა მოწევა. ამაზეც მშვენიერი შემთხვევა იყო, სადღაც 7-8 ლარამდე მქონდა შემორჩენილი ინტერნეტ კაზინოში. საკმარისი იყო ერთი კონკრეტული ბანკომატი მენახა და სიგარეტი იქნებოდა. ამ ფიქრებიდან გამომდინარე, რომელთა გათვალისწინებით დრო დამჭირდებოდა, სადღაც საათნახევრით ადრე გავედი კედლებიდან. ფეხით გზას გავუყევი, მალევე მივაგენი ბანკომატს, ფული გამოვიტანე და სიგარეტის მქონდა, გზა გავაგრძელე. ყოველთვის მიყვარდა დღის დილიდან დაწყება, ოღონდ ისე, რომ ჩემ მოქმედებას აზრი ჰქონოდა. როცა არ იყო რამე მიზანი, ამ ბოლო წლებში წილს ვაგრძელებდი ხოლმე, საბოლოოდ დასვენებული სმაგივრად ძალადამოცლილი ვიღვიძებდი. ისე მალე მივედი ფეხით ავტობუსის გაჩერებამდე, რომ ნამდვილად ვინანე. ერთ-ერთი რაც ცხოვრებაში არ მიყვარდა, ლოდინი იყო. სუსტად იმ წამს იმ ავტობუსმა გააჩერა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანდა. გადავწყვიტე არ გავყოლოდი, რათა 1 საათით ადრე არ მივსულიყავი. ჩავუვარე და ფეხიცვლა გავაგრძელე. დროც გადიოდა ფეხით სიარულში და საშუალებაც მექნებოდა მეფიქრა. არ ვუღრმავდები რა მახსოვს პირველი გზიდან და ფიქრებიდან ავტობუსის წასვლის შემდეგ, რომელიღაც სახლის ეზოდან ძაღლი ყებდა. მსუქანი კაცი და ქალი კორპუსში ადიოდნენ. შემდეგ ტროტუარის კედელზე მსგარი კატა დავინახე და გზას ვაგრძელებდი. მახსენდებოდა წარსული, ტანი გამიხურდა და აღარ მციოდა. ფეხების მოძრაობა და ფიქრები სინქრონულად მიდიოდნენ თავიანთ დანიშნულების ადგილას. აი, ფიქრების დანიშნულების ადგილი კი არ იყო შეზღუდული, უსასრულობაში მიდიოდა. გამახსენდა ჩემი 2 დღის წინ დაწერილი ლექსი. გადავწყვიტე ჩემ რეალობაზე დამეწერა. ამჯერად არანაირი სილამაზის გარეშე, არანაირი რომანტიკის გარეშე. ამ აზრმა მაშინ იმდენად შემიყოლა, გამიხარდა ის ფაქტი, რომ რეალობა დაიწერებოდა. გონებაში წავიკითხე. მკვდარი ვარ, მაგრამ ყოველ დღე მაინც ვიღვიძებ, ყველაფერს ვიწყებ თავიდან. განამთვრალი ვარ, არ ვიცი რავი უკვე რამდენი წელი გავიდა. რადგინდა მაინც თუ არავინაა ყველა წავიდა, არცაა სურვილი, არცაა იმედი, არცაა ტკბილი სურნელი იმერთის. მკვდარი ვარ, მაგრამ ყოველ დღე მაინც ვიღვიძებ, ყველაფერს ვიწყებ თავიდან. მკვდარი ვარ, მაგრამ არცაა ისე მკვდარი ვარ, მაგრამ სიკვდილიც არ მინდა. მეგონა რომ რითმაში ნორმალური იყო, ხოლო მთავარი ღირსება მისი ის იყო, რომ ნამდვილი იყო. მაწუხებდა შეჩვეული ვიყავი საკუთარ თავს მკვდრად რომ აღვიქვამდი და რეალურადაც ასე იყო. არა მარტო ეს მაწუხებდა, მაგრამ არასდროს ვლაპარაკობდი ამაზე სხვასთან. გონებაში კი ყოველ დღე თუ ყოველ ღამე იგივე განწყობა მოდიოდა, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მიდიოდა.
მიუყვებოდი გზას და მზე მანათებ და სითბოს გრძნობდი. ავტობუსის სხვადასხვა გაჩერებაზე სხვადასხვა ხალხი ელოდებოდა თავიანთი გზის გაგრძელებას. ზოგს ხელში დიდი პარკი ეჭირა, ზოგი შედარებით ლამაზი იყო, ზოგი ტელეფონზე საუბრობდა, ზოგი სიგარეტს ეწეოდა. გზას ვაგრძელებდი და ვფიქრობდი ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე. ადამიანებს უყვარდათ გემრიელი საკვები, მუსიკის მოსმენა, სექსი, კაიფი, აზარტული თამაშები, სიყვარული, სიცულვილი, ძალადობა, ესთეტიკური სილამაზე. საბოლოოდ ვფიქრობდი, რომ ყველა ეძებდა სიხარულს. ჩემ თავს შევეწინააღმდეგე და მერე გონება გამინათდა. იმ აზრმა შემაწუხა, რომ როგორ შეიძლება ბავშვს, რომელიც გააუპატიურეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ვიღაც ბოროტი ადამიანის ფინანსური გამდიდრებისთვის წლები მეძავად ამუშავებდნენ, როგორ შეიძლება ასეც ჰქონოდა სწრაფვა სიხარულისკენ და აზრმაც არ დააყოვნა, შურისძიება იყო პასუხი. ის ალბათ იმ დღით ცოცხლობდა, როცა მოიკრებდა ძალას, წამოიზრდებოდა და მათ საკატრისი მოქმედებით გასცემდა პასუხს. ადამიანებს უყვარდათ ძალაუფლება, უყვარდათ ერთმანეთის კონტროლი, უყვარდათ ერთმანეთის ნებით თუ უნებლიეთ ჭკუაზე დარიგება. რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის, ცხოვრებას ნუფლანგავ, გავადრო და ინანებ, შემდეგ ჩემი სიტყვები გაგახსენდება. უყვარდათ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ არავინ ფლანგავს ცხოვრებას იქამდე, სანამ თავიანთი მდგომარეობა აღარ ახარებთ. იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ცხოვრება საკმარისად მოკლე იყო იმისთვის, რომ ვინმეს ან რაიმე შიში ან მორჩილებაში გაეტარებინათ. გზა გრძელდებოდა და ფიქრებიც მოდიოდა, გონებაც დამშვიდებული ჰქონდა უკვე. რომელიღაც სიმღერებს წინადღისით მოსმენილ თუნდოდა შემოჭრა და ფიქრის გაწყვეტა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არანაირი შანსი ჰქონდათ. მახსენდებოდა აზარტული თამაშები. ადამიანს რომ შემოეხედა, ჩემთვის ალბათ იფიქრებდა, რომ დამოკიდებული ვიყავი, არა და ეს უბრალოდ ხერხი იყო იმისა, რომ სიცარიელის და არაფრის გზნობა შემევსო. ხანაც და ძალიანად ხშირად უფულობის გამო. კარგად ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მე არ ვარ მოთამაშე. ისეთი ხშირი იყო არაფრის გრძნობა, რომ ამ ბოლო დროს თითქმის სულ ამ საქმით ვიყავი დაკავებული. სულ რომ დიდი ფული მომეგო, უკვე კაი მობეზრებული მქონდა ერთი და იგივე სკეთება. თან წყლის ნახვის ნიჭი ბავშვობიდანვე მქონდა. ვიცოდი ვიმუშავებდი, ფულს მომცემდნენ და არ მქონდა სურვილი თამაშის. ძალიანაც ვერ გავიდათ, რომ მთელი 40 წუთით ადრე მივედი. სიგარეტის მოწევა მინდოდა და დროის გაყვანა. ასანთის ყიდვა იდეალური ვარიანტი იყო ამისა, რომელიც მაღაზიაში გასვლას საჭიროებდა. ჩავიარე პატარა დაღმართი. მარცხნივ გავუხვია და მაღაზიაში შევედი. ასანთი გამოვართვი გამყიდველ ქალს და წამოვედი. გონება ისე მქონდა დამშვიდებული, რომ თითქოს ჩემი მდგომარეობა გარშემო მყოფებს ედებოდათ. ყველა სერიოზულად და ზედმეტი საუბრის გარეშე ურთიერთობდა ჩემთან. ნახევარი საათში სხვებიც მოვიდნენ და მუშაობაც დავიწყეთ. ისეთი არაფერი იყო მნიშვნელოვანი, რისი დაწერაც შეიძლება. დიდ სატვირთოს, რომელსაც რაღაც რკინები ჩამოეტანა, ნახევარზე მეტი შევიტანეთ საწყობში. ფული გავიყავით და თითოეული ჩვენ გზას გავუტეკით. კედლებში მივედი, ვჭამე და ყველაფერი ჩვეულებრივ მოსაწყენ ცხოვრებას დაემსგავსა, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია შევცვალო, ან იყოს ისეთი, როგორიცაა. შემდეგი ცხოვრება და მოქმედება. ერთ წიგნს ვკითხულობდი დღეს, მაგარი ყდა გარედან ლამაზი გაფორმება და პოპულარული ავტორი ყავდა. საღამოს ზღვაზე გასვლა, როცა არც ერთი ადამიანი იყო გარშემო, უკვე ჩასული მზის ჰორიზონტს იქიდან ნათებით მოფენილი მოწითალო და ოდნავ მოყვითალო ერთმანეთში გარდამავალი ფერი, მთვარე და მისი ანარეკლიც წყალზე იყო ყველაზე კარგი რამ, რაც დღეს თავს გადავხდა. სხვა წყნარი იყო, მაგრამ დღეს ალბათ ასე იყო საჭირო. სიმართლეს დავწერ. საერთოდ არანაირი განწყობა მქონდა ცხოვრების, მაგრამ რატომღაც მაინც ვაგრძელებდი, მაინც მქონდა რაიმე სიმეტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე ისე შებინდებულიყო, რომ კარგი ხანი მოვანდომე ჩუსტების ძებნას, რის დროსაც უკვე რაღაც განწყობას მქონდა. ზემოხსენებულ წიგნს ვკითხულობდი, როცა განგაშის ზარმა დაჰკრა, სიგარეტის კოლოფი ავიღე და ბოლო ღერი დამხვდა. საინტერესოა საერთოდ რატომ ვეწევით მწეველები, ჩვენც ხომ ერთ-ერთი მილიარდთაგანი ადამიანი ვართ, მათგან თითქმის არაფრით განსხვავებული, ან ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ გვეკითხებიან ამას, ან გვეუბნებიან, ცუდია. იმიტომ ვეწევით, რომ გვიყვარს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მოვწია ის ბოლო ღერი და ამის შემდეგ სადღაც მე-6 თუ მე-5 7 მინელებული და თითქმის არაფრის მომცემი საათი გადის. კარგი ხანი ვუყურებდი ჩემს გვერდით თეთრი ხელოვნური მანათობლის ახლო მოძრავ პეპლებსა და მწერებს, რომლებიც ყოველდღე ქალაქში
გზის გადაკვეთის ადგილებში ერთი ქუჩიდან მეორეზე გადამავალ ადამიანებს ჰგავდნენ. შემდეგ კი მანქანების მოძრაობის ჯერი დგებოდა. თვალები მოვაშორე ამ სანახაობას და რამდენიმე წამი მკვეთრი შუქი ჩამრჩენოდა. ცხოვრება და მოქმედება იყო ალბათ ყველაზე ძლიერი რამ, რაც ჩვენ მოკვდავ არსებებს გაგვაჩნდა. წარსულს ჩაბარდა დღევანდელი დღე და ხვალ ისევ გათენდება. ზოგი დაწესებულ დროს დაიძინებს, ზოგი როცა დაღლილობას იგრძნობს, ზოგი სულ არ მოხუჭავს თვალს. ხვალინდელი გათენება და მასთან შერწყმული ყვითელი ნათურის შუქი ისევ ისეთი ლამაზი იქნება. დედა და ბავშვები. დაახლოებით დღენახევარი დამჭირდა, რომ წარსული წარსულში დამეტოვებინა და მოქმედების გაგრძელება შემძლებოდა. ყველაფერი კი იმ ერთი სიგარეტის კოლოფისთვის დაიწყო, რომელიც უნდა გაჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. ამაზე ფიქრს კი ემატებოდა ფულის უკმარისობის განცდა და ხვალინდელი კი არა ზეგინდელი და შემდეგ ერთ კვირაზე ზრუნვის ფიქრი. იესო ნამდვილად ბრძენი იყო, იცოდა როგორ დარჩენილიყო სიმშვიდეში. მე კი იმ ერთი სიგარეტის კოლოფში 30 მაგი გადავიხადე და სინამდვილეში ერთი ღერიც არ დამრჩა. მაგრამ უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ ჩემი შექმნილი ცხოვრების წესი გამეგრძელებინა. კარგია, რომ მაინც მოვახერხე და გზას გავუყევი ფულის გამოსატანად. შუადღე იყო, მწველი მზე, შავი მაისური და კილომეტრიანი მეტი სამმაგი ძალით ახერხებდა იმას, რომ ფიქრისგან თავი შორს დამეჭირა და მხოლოდ დინამიკას ავყოლოდი. წამიერად მომენტებში მაინც გამკრავდა, რა კარგი იქნებოდა, რომ მივიდოდი რკინიგზასთან. გადავიდოდი გზაზე, ბანკომატში ბარათს შევაცურებდი, ავკრებდი ციფრებს, ფულს ჯიბეში ჩავიდებდი და უახლოეს მაღაზიაში ვიყიდდი სიგარეტს და წყალს. შემდეგ კი უკვე დამშვიდებული გავაგრძელებდი გზას სახლამდე. მართლაც კარგი იყო, რომ ყველაფერი ერთ-ერთში ახდა. საღამოს მაგიდას უჭექი ნაცნობ ადამიანებთან და სტუმრებთან ერთად. სიცხე აღარ იყო, მაგრამ ბუნება დღეს წამიერი ნიავითაც კი არ გვანებივრებდა. ჩაის ვსვამდით, ცხელ ჩაის. სტუმრისგან მეორედ შემოთავაზებას უკვე უარი აღარ ვუთხარი და ჭიქა ისევ შემივსო ჩაით. მაისური დამისველდა. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, ვიცინოდით, ვიხსენებდით კარგ მოგონებებს. 10 წლის ბავშვი მოვიდა, დედას კალთაში ჩაუჭდა და ხელები მოხვია. ცოტახანი დაჰყო ჩვენთან. შემდეგ კი მამამ უთხრა ძმასთან წასულიყო და ცოტახანი ყოფილიყო მასთან. რაღაც დროის შემდეგ სტუმრები შემოგვემატნენ და მოყვნენ, როგორ გაატარეს დღე. ძმებიც მოვიდნენ და საუბრის დროს ახლა უკვე მეორემ შემოხვია დედას ხელები. ჩავფიქრდი, ქალს გრძელი კაბა ეცვა და თავზე საბურველი ჰქონდა შემოხვეული, მხოლოდ სახე და ხელები უჩანდა. ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ მეც მქონდა გული. ბავშვების და დედის სიყვარულმა თითქოს სითბო ჩამიყვარა გულში, რომელსაც ამ ბოლო ხანებში ვცდილობდი, რომ ქვასავით ან ქვაზე უფრო ძლიერი და უტყვი მქონოდა. ჩავფიქრდი მაგიდასთან ყველა მჯდომ ადამიანზე. ბავშვების მამა ძალიან ცდილობიანი, მხიარული ადამიანი იყო. კაცმა რომ თქვას, მე მგონი ცოტ-ცოტა ყველაფრისა გაიგებოდა. მხიარული და მეგობრული ბავშვები, 16 წლის გოგონა, რომელიც ადგილ-ადგილ გაიღიმებდა და ტელეფონსაც დახედავდა. 40 წლამდე ქალი საუბარში ჩართული, 18 წლის გოგონა, ყურადღებით მსმენელი მოსაუბრისა. სახალისო ამბებს ისიც ყვებოდა და ცოლ-ქმარი, ესენი ძირფესვიანად ჩართულნი საუბარში, ოღონდ სხვადასხვა თემებზე. დამეთანხმებით, თითქმის არ არის ისეთი სიტუაცია უბრალო ადამიანებში, მით უმეტეს ასეთ სხვადასხვა ადამიანებში, სადაც საუბარი 2 თუ 3 არ გაიყოს. ყველას ჰქონდა ცხოვრების ხალისი შერჩენილი და არავინ გაიხსენებდა სიკვდილს კარგახანი. ანდა საერთოდ რატომ უნდა გაიხსენონ, ისინი ხომ ცხოვრობენ და ხვალინდელ დღეს ელოდებიან. ემა. ბებია ჩემის დედა ყოველთვის ტკბილად მახსენდება. როცა ბავშვი ვიყავი, შედარებით უფრო კარგი მდგომარეობა გქონდა ხოლმე ოჯახში. რა გასაკვირია, ადრე ხომ ყველანი ახალგაზრდები იყვნენ და მეტი შეეძლოთ. ზაფხულობით ჩავდიოდით ხოლმე სოფელში, სადაც მარტო ცხოვრობდა. სახეზე თუ დააგვირდებოდით, ეთყობოდა კეთილშობილური გამომეტყველება. კანი რა თქმა უნდა ნაოჭებით ჰქონდა დაფარული, ლამას თეთრ თმაში ჰქონდა პატარა წვრილი რკინის სამაგრები გაყრილი. ტანზე უმეტეს შემთხვევაში ნაჭრის ზედა და კაბა ეცვა. ბევრი არ ვიცოდი მის შესახებ, მაშინ ხომ ბავშვი ვიყავი და თანატოლებთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდი სოფელში. მოვიდოდა ხოლმე და მეტყოდა, აი რას აკეთებ მთელი დღე. წიგნი წაიკითხე, რამე გადაწერე, სახე და ხელები ბევრჯერ დაიბანე, გაგრილდები.
ვიცოდი, რომ მასწავლებელი იყო ერთ დროს, ქმარი წლების გარდაცვლილი ჰყავდა. მდიდარი იყო ძალზედ, 3 ბიჭი და 1 გოგო ჰყავდა. ისინიც ყველა დაოჯახებულნი. ბედნიერი იყო შვილიშვილების და შვილთა შვილების შემხედვარი.